პაվել ჰერჩინსკი დღეს პირველად საუბრობს მასზე პერსონალური თავდასხმების შემდეგ, რომლის რა გზასაც დაადგა ქართული ოცნება უკვე რამდენიმე დღეა მისი ლიდერების ჩათვლით და დღეს მედიასთან მას ბუნებრივია მოუწია საუბარი და მოუწია პასუხი. ერთის მხრივ ჰერჩინსკი ამბობს, რომ მას არ სურს კონკრეტული პოლიტიკოსებისთვის პასუხის გაცემა, რადგან ის არ არის პოლიტიკოსი. ასევე ის ცდილობს, რომ კეთილგანწყობა მაინც შეინარჩუნოს მისი კრიტიკოსების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ოცნება მას პერსონალურად ესხმის თავს და სალანძღავ სიტყვებს არ იშურებს, თუმცა ამავდროულად ელჩი არის კრიტიკულიც, ამბობს, რომ მას ის ისურვებდა უფრო დადებითი მიმართულებით განვითარებულიყო ურთიერთობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის, ის როგორც ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენელი ისურვებდა, რომ რეფორმების გამო შეექო ქართული ოცნება და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე მას პოზიტიური განცხადებები გაეკეთებინა, თუმცა ის ახლა ვალდებულად თვლის თავს, რომ საჯაროდ ისაუბროს თუ რა ეტაპზეა ევროკავშირთან ურთიერთობები და როგორ აფასებს თავად ევროკავშირის 27-ვე სახელმწიფო საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. ის რამდენჯერმე იმეორებს მედიასთან, რომ ის წარმოადგენს 27-ვე სახელმწიფოს პოზიციას, მათ შორის ევროპის საბჭოს პოზიციას და შესაბამისად ვალდებულია, რომ ეს პოზიცია გამოხატოს სამომავლოდაც, მიუხედავად იმისა, თუ რა ტიპის თავდასხმები შეიძლება ამას დაახვედროს ქართულმა ოცნებამ. ევროკავშირის ელჩი ასევე საუბრობს, თუ რა გაუკეთებია ევროკავშირს მთელი ამ წლების განმავლობაში საქართველოსთვის და სხვათა შორის ის საზოგადოებისთვის მეტი განმარტებისთვის ამბობს, რომ უმეტესი ფინანსური დახმარებისა ევროკავშირიდან მიემართებოდა მთავრობის მისამართით, ასევე სახელმწიფო პროექტების დასაფინანსებლად და იმის გამო, რომ ამ ფინანსური დახმარების გაუფასურებას ცდილობს ქართული ოცნება, ელჩი ამბობს, რომ ეს ასე არ ყოფილა და შესაბამისად ევროკავშირს ბევრი გაუკეთებია, მათ შორის ქართული ოცნების მთავრობისთვის, თუმცა ეს ფინანსური დახმარება ახლა ნულამდეა დასული, სწორედ ქართული ოცნების პოლიტიკის გამო. მე სიამოვნებით შევაქებდი მთავრობას რეფორმების გამო. პოზიტიურს ვიტყოდი მოვლენებზე, მაგრამ სამწუხაროდ როცა ვსაუბრობთ საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებზე, ეს ურთიერთობები ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. ჩვენ ფინანსური დახმარება შევუჩერეთ მთავრობას. დიპლომატიური პასპორტების მქონე პირებს შევუზღუდეთ გადაადგილება. ჩვენი დახმარება მივმართეთ მთავრობიდან სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მიმართულებით, რომლებიც რთულ მდგომარეობაში არიან. ჩემი როლია, რომ საჯაროდ ვისაუბრო რა სტადიაზეა ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის და მე როგორც ელჩი ვისურვებდი, რომ სულ სხვა ადგილას ვიყოთ, მაგრამ სამწუხაროდ რეალობა ასეთია. ევროკავშირმა მიანიჭა ქვეყანას კანდიდატის სტატუსი, თუმცა მას შემდეგ საქართველოს დაახლოების ნაცვლად დაშორდა ევროპას. ეს არის რა თქმა უნდა სამწუხარო. ყოველწლიურად ევროკავშირი დაახლოებით 85-100 მილიონ ევროს გამოყოფს სხვადასხვა პროექტის დასაფინანსებლად. ამ თანხის უმეტესი ნაწილი პირდაპირ საქართველოს მთავრობას გადაეცემა. აქედან თითქმის 50% კი სახელმწიფო ბიუჯეტში ხვდება. დიდი ნაწილი ასევე მიემართება ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებს, რომლებიც სხვადასხვა სამინისტროებთან თანამშრომლობით მუშაობენ. ევროკავშირის ელჩი ხელისუფლების სამიზნე გახდა მის მიერ გაკეთებული კრიტიკული განცხადების გამო, როცა რამდენიმე დღის წინ მან თქვა, რომ ევროკავშირის სახელმწიფოები მსჯელობენ, რომ დაუწესონ სანქციები ქვეყანაში ძალადობის გამო პასუხისმგებელ პირებს. და სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ქართული ოცნების ლიდერების მხრიდან პერსონალური თავდასხმა ევროპელ დიპლომატზე, თუმცა ფაქტია, რომ ეს თავდასხმა შედეგს ვერ იძლევა ქართული ოცნებისთვის, რადგან დღეს კიდევ ერთხელ პაվել ჰერჩინსკი გარკვევით ამბობს, რომ 27-ვე სახელმწიფოს დედაქალაქში ახლა სწორედ სანქციებზე მსჯელობენ, იმისთვის, რომ ევროკავშირის 27-ვე ქვეყანას ჰქონდეს რეაგირება იმ ძალადობის გამო, რაც მოხდა გასული თვეების განმავლობაში საქართველოში. დიახ, შემიძლია დავადასტურო, რომ ევროკავშირის 27 დედაქალაქს შორის მიმდინარეობს მსჯელობა სანქციების შემოღების შესახებ, რომლებიც მიმართული იქნება იმ პირების წინააღმდეგ საქართველოში, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების დარღვევებზე. ამ ეტაპზე ერთსულოვნება ჯერ არ არსებობს, მაგრამ მუშაობა გრძელდება და ვიმედოვნებ, რომ საბოლოოდ კონსენსუსი იქნება მიღწეული.
პაველ ჰერჩინსკის ასევე ვკითხეთ, ის ხედავდა თუ არა მასზე თავდასხმაში რუსულ გავლენებს, რადგან ის, რასაც ამბობენ ქართული ოცნების ლიდერები მასზე, ასეთივე ნარატივს ავრცელებს რუსული სადაზვერვო სამსახური, როცა ამბობს, რომ ევროკავშირი ცდილობს გააღვივოს პროტესტი თბილისში თუ კონკრეტულ პირებს უხდის კონკრეტულ თანხას იმისთვის, რომ გამოვიდნენ საპროტესტო აქციაზე. შემაშფოთებელი სიცრუე უწოდა ამ ინფორმაციას პაველ ჰერჩინსკიმ, თქვა, რომ ასეთი სიცრუის გავრცელების მიზანი არის დეზინფორმაციის გავრცელება, რომლითაც დაკავებულია რუსეთი დიდი ხანია და ის რუსული პროპაგანდის გაღრმავებას თუ გაძლიერებას ცდილობს ყველა ქვეყანაში, მათ შორის ევროკავშირის სახელმწიფოებშიც და ამ მიმართულებით ბუნებრივია მოწყვლადია საქართველოც. კარგად ვიცით, რომ რუსეთი ჰიბრიდულ ოპერაციებს ახორციელებს მთელ მსოფლიოში, ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკაში, სირიაში, ასევე მოლდოვასა და საქართველოში და კიდევ ბევრ სხვა ქვეყანაში, მათ შორის ჩვენს საკუთარ სახელმწიფოებშიც. არ ვიცი, რა მიზანს ემსახურება რუსეთის პროპაგანდა ასეთი აშკარა სიცრუის გავრცელებით, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის აღმაშფოთებელი სიცრუე, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს რეალობასთან. რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ დღეს შევხვდი ბევრ ადამიანს, ჩვეულებრივ მოქალაქეებს, რომლებიც პოლიტიკისგან ძალიან შორს არიან და პირადად ძალიან ემოციური იყო. ბევრმა მათგანმა სოლიდარობა გამომიცხა და ერთმა ქალბატონმა კი მითხრა, რომ როცა ტელევიზორით ჩემზე თავდასხმები მოისმინა, ისეთი განცდა ჰქონდა, თითქოს მისი ოჯახის წევრს ესხმოდნენ თავს. ამან ძალიან შემძრა და გულწრფელად მადლობელი ვარ მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის. საქართველოში სიტუაცია უკიდურესად რთულია და გულწრფელად იმედს ვიტოვებ, რომ ქართველები იპოვიან ამ სიტუაციიდან გამოსავალს. პაველ ჰერჩინსკი დიდი ხნის განმავლობაში საუბრობდა დღეს მედიასთან და მისი განწყობა ასეთია, რომ მიუხედავად იმისა, რომ მას პერსონალურად თავს ესხმის ქართული ოცნება, მას გააზრებული აქვს, რომ ეს თავდასხმები მოდის იმის გამო, რომ ის კრიტიკულად აფასებს დღეს ქართული ოცნების პოლიტიკას, თუმცა ამბობს, რომ ეს მისი როგორც ევროკავშირის ელჩის როლია და რომ მისი როლია გაახმოვანოს 27-ვე სახელმწიფოს პოზიცია, რომელიც შეთანხმებულია და რომელიც ისეთივეა, როგორიც მის განცხადებებში ჩანს. ეს კომენტარი პაველ ჰერჩინსკიმ გააკეთა თელავში ახალგაზრდებთან შეხვედრის დროს, ამბობს, რომ მთელი ქვეყნის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით აპირებს შეხვდეს ახალგაზრდებს, სამოქალაქო აქტივისტებს ესაუბროს, იყო ასეთი შეხვედრები სხვა რეგიონებშიც და ამბობს, რომ ის ევროკავშირის ღირებულებებზე ესაუბრება ახალგაზრდებს და მხარს უჭერს სამოქალაქო საზოგადოებას, მათ შორის დამოუკიდებელ მედიას, რომელიც ახლა კრიტიკულ მდგომარეობაშია. მადლობა, ეს იყო რუსუდან დუმბაძე. რუსული დაზვერვა ოცნების სამსახურში